შევედი ბატონ ბესო ხარძიანთან. ერთი წუთით. შევედი, ციხე არ არის დერეფანი. როგორ შეხვედით? ვის დაუკავშირდით? ორდერი გამოვწერეთ კომპანიიდან და როგორც წესია მეხუთე საფრთხილეში როგორც ხდებოდა მაშინ იმ პროცედურაში? არა, როგორც ხდებოდა, მე არ ვიცი რა ხდებოდა, მე კი ვიცი, მაგრამ საზოგადოება გვისმენს. მე მაინტერესებს ოფისიდან რომ გამოხვედით, რა ნაბიჯები გადადგით, იმ დღესვე შეხვდით ხარძიანს? არ მახსოვს, ეს არ მახსოვს. მეორე დღეს შეხვდით? არ მახსოვს. ერთ თვეში შეხვდით? არა, მალე შეხვდით. მალევე შეხვდით? და რა გააკეთეთ? გამოწერეთ ორდერი. შემდეგ ორდერი გამოვწერე, ხელშეკრულება გაფორმდა მანამდე საადვოკატო მომსახურების შესახებ. ვინ გაგიფორმათ? მაია ხარძიანმა როგორც დიახ. გამოიწერა ორდერი ამ ხელშეკრულების საფუძველზე და როგორც გითხარით, მალევე შეიძლება იმ დღეს ან მომდევნო დღეს შევედი, დაურეკე შესაბამის თანამდებობის პირს. ვის? იქედან? დიახ, ვის დაურეკეთ? ვისაც ურეკავთ ადვოკატები, როცა მივდივართ. ვის ურეკავთ? რიგით მოხელეს, ვინც რიგითი ჩვეულებრივი წესით შევედი, არა სხვასთან არავისთან არ დამირეკავს. არანაირი კავშირი სხვასთან არ ქონია, მაღალი თანამდებობის პირთან, ამას თუ გულისხმობთ. არა, მე რას გულისხმობ, ეს მე ვიცი. გასაგები, ანუ უქმე დღეს თქვენ ადვოკატი, რომელსაც ალბათ ასე არ წარმოგედგინათ ხო თქვენი კარიერა, როცა იურისტობა გადაწყვიტეთ, რომ ასეთ დიდ რეპუტაციულ ზიანს მიაყენებდით საკუთარ თავს. კვირა დღეს გირეკავთ თუ უქმე დღეს გიორგი უდესიანი. კვირა დღე ნამდვილად კი გადავამოწმე. კვირა დღეს ურეკავს გიორგი უდესიანი და შეყავხართ უკანონოდ ციხეში პატიმართან. ეს არის ასე. შეხვედით უკანონოდ, იმიტომ რომ ციხეში უქმე დღეს ვერ შედის ვერავინ, ეს არის უკანონობა. გარდა იქ რამდენიმე თანამდებობის პირია ჩამოთვლილი, მათ შორის იუსტიციის მინისტრი, ვისაც შეუძლია თავის სისტემაში შევიდეს, მაგრამ ციხეში თქვენ არ უნდა მოხვედრილიყავით. მოხვდით უკანონო გზით. ეხლა რომ შეხვდით ამ ადამიანს, რა უთხარით?